იყო ესეთი პერიოდი, როცა მე ჩემ შულთან ურთიერთობა გამიფუჭდა, იმის გამო, რომ ჩემს ფსიქიკაში სპორტი და სწავლა მქონდა დაპირისპირებული. და მერე მართლა მიჩუქდება ამას, რომ ვიხსენებ, იმიტომ რომ მერე ეს რომ გავიაზრე და რომ მივხვდი, რომ აი რაღაცა ხდება რა და ჩემ შულთან აი რაღაცა აღარ მელაპარაკება, რაღაცა ჩაიკეტა და რაღაცა ეს ნიშნები გაუფუჭდა სკოლაში და ასე შემდეგ. მერე მივხვდი, რომ მე თუ მის აი ამ ძალიან დიდ ვნებას, მოწოდებას არ ვაღიარებ და აი ამ სპორტს მე არ აღვქვამ სერიოზულად, როგორც მის არჩევანს, არაფერი არ გამოვა რა. და ძალიან ბევრი ვიმუშავე ჩემ თავზე, რომ ეს მიდგომა შემეცვალა, რომ ეს არ ყოფილიყო დაპირისპირებული. ახლა შენ თუ არ ისწავლი, მაშინ თამაშიც არ გამოვა და მაშინ ნუ დადიხარ ამ ფეხბურთს, იმიტომ რომ ბევრ დროს გართმევს, ნუ თად ესე არა, მაგრამ ახლა ვუტრირებ რა. დაახლოებით ეს მიდგომა შინაგან ძალიან მშობელს აქვს. და მერე მოხდა ისე, რომ ჩავები რა მის საფეხბურთო ცხოვრებაში, უფრო მეტად. და რაღაცა დავიწყე თამაშებზე, სიარული ვარჯიშებზე რაღაცა. გავხდი მისი გულშემატკივარი რა მოკლედ. ოღონდ უწფელად და მხარდამჭერი და ნიშნებიც გამოუსწორდა. ანუ დამშვიდდა და რაღაცნაირად დაბალანსდა ეს ორი რაღაცა რა. აი ამის მონიტორინგი შეიძლება ძალიან კარგი იყოს, რომ კლუბებში ხდებოდეს. ანუ გულისხმობ იმას, რომ განათლების, ანუ ნიშნების მონიტორინგი რა. კი მესმის, რომ ნუ რაღაც არ არის მაინც და მაინც კარგი განათლების სისტემა საქართველოში და რთული ამ ყოველფერთან გამკლავება, მაგრამ აი როცა მაგალითად მშობელს სურს, რომ განათლებაც მიიღოს და თან პარალელურად მისდიო სპორტულ კარიერასაც, ან კლუბიც მაგალითად უნდა ახდენდეს იმის მენეჯმენტს, რომ იგივე მოიკითხოს ნიშნები როგორია, ხო? თქვენ და თქვენი შვილის შემთხვევაში რაც იყო, ეს არის რომ ანუ მას რეალურად ქონდა შინაგანი мотиваცია ვნება ამ სპორტის მიმართ, ძალიან უყვარდა და მისთვის ყველა საყვარელ ადამიანმა უთხრა, რომ იცი რა, შენ ძალიან ხარ იმით გატაცებული და რაღაცა უნდა აქეთაც გადმოერთო და ეს შეიძლება იყო მე პროტესტის გამოძახილი, რომ ამ სკოლაში მოუკლო სწავლას, პროტესტებდა. არ ვიცი რამდენად დაისახა მის პერფორმანსზე, მაგრამ შეიძლება რაღაც მომენტში მოედანზეც ვერ იყო ისე კომფორტულად, როგორც აქამდე რა. თუმცა რადგან ჩვენ ადამიანები ყოველთვის შეცდომების განსწავლობთ და აგერ ახსენეთ, რომ ვიპოვე ჩემ თავში ძალა და დავიწყე მისი გულშემატკივრობა და თამაშებზე სიარული, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. და ამ მშობლის მხრიდან მხარდაჭერა არის უმნიშვნელოვანესი, იმიტომ რომ თავარი ადამიანები ხო თქვენ ხართ მის ცხოვრებაში და ანუ მშობლისგან მიღებული ემოციური მესიჯი ბევრად ღირებული შეიძლება იყოს, ვიდრე ჩემთან გატარებული 10 წესი თუნდაც.